აი ერთ-ერთი ეს სიუჟეტი იყო განსაკუთრებული და გამორჩეული და აი როგორ შეიძლება აი ჟურნალისტს როგორი მოუდი ჩაერთოს ცი აი არ მჯერა ხო ესე დამაჯერე შენი განწყობითაც რომ შენ აი ამას მიესალმები და აი უბრალოდ მოусმინოთ რა არ ვიცი მე ამ ჟურნალისტების მდგომარეობა ნაწილობრივ თუ მათ რაიმე განცდა აქვთ პატრიოტიზმის მაგარი ტრაგიკულია აი ცოდოც არის ყველაფერთან ერთად ეს ხალხი საუბარი შეეხება კიდევ ერთხელ იგელ ჰილსის უპრეცედენტო ინვესტიციას საქართველოში ამის შესახებ აუცილებლად მინდა რომ ცოტა უფრო მეტი ვისაუბროთ ვინაიდან სამწუხარო ტრადიციად დამკვიდრდა რომ საქართველოს წარმატების შესახებ უპირატესად ინფორმაციას აუფასურებენ კვლავ საქართველოს მოქალაქეები. რაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს? ძალიან გულდასაწყვეტია ის ცდელობა, ჩემი აზრით, სრულიად ფუჭი და აი ძალიან აი მინდოდა მეთქვა არა მაღალ კვალიფიციური მეთქვა, მაგრამ ძალიან დაბალ კვალიფიციური ცდელობა, რომ რაღაცნაირად მოხდეს ვითომ იგელ ჰილსის თემის ან ზოგადად ამ პროექტის გაშავება. რაზე ნერვიულობთ მაშინ? აი თუ ძალიან ფუჭია ეს ცდელობა, რომ საფრთხეებზე რომ ვილაპარაკებთ, იმ დაიჯერს. გაატარეთ სხვა თემაზე ილაპარაკეთ. იქნები იმიტომ ნერვიულობთ, რომ ფუჭი კი არ არის. მე მგონი კარგად ხდება ქართული ოცნების ლიდერშიპიც და მთელი აი მათი პროპაგანდისტული ნაწილიც, რომ თვალსა და ხელშუა თავზე ჩამონგრევის პროცესი მიდის მათი ეს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნაშენები ილუზორული კონსერვატიული რეპუტაციის. აი ამ ფორმატში განულდება ოცნების კონსერვატიული რეპუტაციაც და აი ეგრეთ წოდებული მოკონსერვატორო ფიგურები რო არიან და სამარცხვინო გამპრავებლებად აი ამ კონტექსტში განსაკუთრებით აი ამ კონტექსტში რო კიდე კადრულობენ და ამათ რო აპრავებენ აი მაგ ხალხის რეპუტაცია უნდა განულდეს აუცილებლად იმიტომ რომ მაგ ხალხმა აჩვენა რომ თურმე შეუძლიათ იკადრონ გადამწყვეტ მომენტში კი არ კაცო ამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი აი მომაკვდინებელი საფრთხე როა მაგ საკითხზეც აპრავონ ეგე როდის განმოხტებიან ჩვენ მხარეს ცი ჩვენ მხარეს პოზიციურად ეცდებიან როცა აშკარა გახდება რომ იმდენად ბინძური სტატუსი ეკრება ყველას ვინც აი ამას ან აპრავებს ან ჩუმად აი რომ უბრალოდ აი ჩემი თავის დაზიანებას რაღა აზრი აქვს კი წავიდოდი ამაზე მაგრამ ზედმეტია მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართული საზოგადოების გამოწვევაა ეგ რომ აი ეგეთი უპრინციპო არაკაცები ეგეთ უპრინციპო არაკაცებს ეგ არ გაუტარო იმიტომ რომ სინამდვილეში ქვეყნის საქმეს აზიანებს გადმოდის ვიღაცეების რწმენას და ნდობას იპოვებს და მე ნდობას იპოვებს და გადამწყვეტ მომენტში აი რაღაცა ეხლა ამ ძალიან კონსერვატიულ მთავრობას ვინც გვერდში არ დაუდგება ის ცუდი კაცია და ქვეყანას ღალატობს ამ პოზიციაზე გადადის ხო მოდი ეგ გავაგრძელოთ ძალიან მარტივი რამ მინდა გითხრათ ნუ რა თქმა უნდა ეხა ერთი რა ვიცი თუ შეიძლება მას კარგი ეწოდოს ის არის რომ ვერც ერთი საგადმოაზროვნე ადამიანი ვერ ვნახე რომ ამ თემაზე ცუც ამბობდეს არა საგადმოაზროვნე და პოლიტიკოსების ნაწილზე კი ბატონო ეხა ჩვენ შეხედულება გვაქვს ამ თემაზე და საპროცენტო მაჩვენებლებით შესაბამისია დაფიქსირებული ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე და აი იმ საპროცენტო მაჩვენებელში რომ კიდე უფრო კატასტროფა მაჩვენებელია ასე თქვა დაფიქსირებული აი იქიდან ვიღაცები საუბრობენ რა თემაზე ორ საკითხზე თურმე ეს ანუ ეს საინტერესოა ეს ჩვენ გულისხმებით უბრალოდ ჩვენ როგორ ავართ იცი ერთი რაღაცაში შეიძლება დაეთანხმო რომ კი მაღალი პროცენტი ვერ ავიღეთ უბრალოდ ჩვენ რა პროცენტიც ავიღეთ მეგობრებო ეგ პროცენტი მართლა ჩვენია ანუ თქვენგან განსხვავებით თქვენ არ აგიღიეთ 1,100,000 ხმა ეგ ხო იცით და თქვენი არ არის სინამდვილეში პროცენტი ჩვენ რაც ავიღეთ ისიც დაგვაკლეს ჩვენ რაც ავიღეთ რაც ზუსტად იცით ჩვენ რაც ავიღეთ ეგ პროცენტი ჩვენია და მართლა ჩვენ გვიჭერს ხალხს. აი კიდე ის არის მანდ რომ აი მანდ საკითხს ისე რომ აყენებს რომ აი საღად მოაზროვნესგან ესეთი რამე არ გამიგიაო კრიტერიუმი საღად აზროვნების რა არის იცი სინამდვილეში აი მილიარდიანი
კორუფციულ სქემებში რო არ ახარ ჩართული და ანუ ხალხს რო ფული არ მოპარე და მაგითი რო არ გამდიდრდი, ხო? ანუ სიამოვნებაში ეგ არის კრიტერიუმი იმისა, რა ქვია, პოზიციის წონა მაგითი ეძლევა, ხო? ეხლა სამწუხაროდ, აი საქართველოში რაღაცა პოზიციას წონას აძლევენ ეგრე, რომ აი რაღაცა თუ ფუფუნებით არის შეფუთული, რომელიც კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულით ხდება, რა თქმა უნდა, ხო? იმ ფუფუნებით ეძლევა სერიოზულობის დატვირთვა. ეგ ძალიან სამწუხარო მოცემულობაა ზოგადად საქართველოში, რომ აი ხალხი აი ესე პირდაპირ მაგ დონეზე ლაპარაკობს, რომ აი რაღაცა თუ სტუდია არის ძვირადღირებული, იქ რა თქმა უნდა უფრო კვალიფიციური რაღაცა ითქმევა, თორე ну ეხა ეგ სტუდია სინამდვილეში ძვირადღირებული იმიტოა, რომ ის საქმე რაც კეთდება ქვეყნისთვის მოღალატეობრივი საქმე რაც კეთდება და გარედან ვინ შემოდის, ხო? ეგ საკმაოდ ფულიან ხალხს აწყობს. და მასეთ საკითხებზე ალაპარაკებენ ფულიანი ხალხი ამათ. ხო, ეგ ძალიან სამწუხაროა ეგრე ზედაპირულად, რომ რაღაცები ფასდება. პირველი გამოდიან ინვესტიციების წინააღმდეგ და მეორე, ასე ვთქვათ, ნაციონალისტური შეხედულებებიდან გამოდიან, ასე ვთქვათ. და მე ვიცი, რომ საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტებს ვითომ არ უყვარდათ ბიზნესმენები, თუმცა ყავდათ საკუთარი ცეხავიკები და მეორე ვიცი, რომ გერმანიის ფაშიზმი და ნაცისტურ პარტია ვერ იტანდა განსხვავებულ ერებს ერთ კონკრეტულ სამშეთხოვაში. აი დღეს ჩვენ ვისმენთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისგან შეფასებას, რომ და ეს არის, არ ვიცი, ნაციზმის პიკი, რომ არაბული ქალაქი აშენდება. ეს რას ნიშნავს ეს ტერმინი? აი ეს ტერმინი რას ნიშნავს? აი კვალიფიციური პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალისგან რას ნიშნავს ეს ტერმინი? და მეორე კრიტიკა ინვესტიციის. აი ეს რას ნიშნავს საერთოდ ასეთი ლაპარაკი? არ ვიცი. ასეთი. მე ცოტა რა არაბული ქალაქი შენდება და არ მინდა რა. არა, თან ეგ რას უნდა ნიშნავს? ნაციზმის პიკია ეს რა. არაბული ქალაქი რატო არ გინა? ეგ რას ნიშნავს და თვითონ ინვესტორმა თქვა ეგ რასაც ნიშნავს? ბიჭო, აი ნახე. ანუ თვითონ ინვესტორმა თქვა, რომ აქ ავაშენებ ქალაქებს და არაბეთიდან მოუნდებათ ხალხს აქ საცხოვრებლად ჩამოსვლა, ხო? მაგას ნიშნავს. ხო და აი მეტი რას უნდა ნიშნავს? რა ვიცი, აი არ მინდა რომ არაბული ქალაქი აშენდეს და ეგ არის ქალაქი. საქართველოში არ მინდა რომ აშენდეს. არც იაპონური ქალაქი არ მინდა და არც გერმანული ქალაქი არ მინდა და რაღაცნაირად რაღაც ჩემ ქვეყანაში ჩვენ როგორც ვიცხოვრობდით, ეგრე გავაგრძელოთ. შევინარჩუნოთ ჩვენი დემოგრაფიული და კულტურული სახე. ნაცისტი ხარ. ბიჭო, ამაზე რომ გამოდის ვიღაცა და ეს რას ნიშნავს? ხალხო, ეს არის ნაციზმის პიკი. ეს რა არის ხალხო, რა განცხადებაა? აი მაგაზე უნდა, ეგ უნდა ითქვას რა, ეხლა ეს არის სინამდვილეში. საერთოდ საიდან უნდა დაიწყო ეს რამხელა და იდიოტობაა, ეგ უნდა ითქვას. საერთოდ ნაციზმი, ხალხო, ნაციზმის ასე იდიოტურად სიტყვების რახარუხი არ შეიძლება რა. ნაციზმი არის რა? გერმანიამ თქვა, რომ ჩვენ ყველას ჯობი ვართ წავიდა დამპყრობლურ ომებით სხვა ქვეყნებს იპყრობდა. ისიც ჩემია და იმათ ექსპლუატაციას ახდენდა. ანუ ეგ არის ნაციზმი ხალხო. ანუ ესეთი სიგიჟე ამოიგდე თავიდან საერთოდ ვიღაცა ტელევიზიამდე როგორ მიაღწია არ ვიცი. მე გეტყვი როცა ნაციზმს აბრალებს რას, იცი? არ მინდა რომ არაბებმა ჩემ ქვეყანაში ქალაქი ამიშენონ და არაბები ჩამო. ეგ საერთოდ ნაციზმი კი არა, ეგ საერთოდ არ არსებობს ქვეყანა, ვისაც ეგ უნდა. ეგეთი რამე არ მომხდარა. კაცო, მაგას აკეთებს მარტო ქართული ოცნება საქართველოში. არ დასავლეთში სხვანაირად ხდება. დასავლეთში არავინ არ გამოსულა და მოდი არაბებს ქალაქები ავაშენებინოთ. ეგ არავის არ უქნია. დასავლეთში უბრალოდ იაფ მუშახელად ჩაყავთ
და ის იაფი მუშახელი მერე იძენს პოლიტიკურ ძალაუფლებას იმდენი ხდება იმდენი ჩაყავს და ეს პროცესები იქან რომ ბოლოს თანამდებობებამდე მივიდნენ მაგრამ ის რომ არაბი ინვესტორი ჩამოვა აქ ქალაქს ააშენებს და ჩამოასახლებს არაბებს ეგეთი რამე ეგეთი დაკვეთა საერთოდ და მაგის გაიგივება ფაშიზმთან ნაციზმის პიკთან ეგ არის საერთოდ უცოდინრობის წარმოუდგენელი ხარჯი ნაციზმი არის ხალხო მარტივი რაღაცა შენ როცა დამპყრობლურ ომებს იწყებ სხვა ერების მიმართებაში სხვა ერებთან მიმართებაში იმისთვის რომ დაიმორჩილო და შენ რომ არ გინდა შენ ქვეყანაში სხვებმა რო იცხოვრო ეგ არ არის კაცო ეგ არაფერს შუაში არ არის ეგ ჯანსაღი პოზიცია ეგ არის ჩვეულებრივი ვისაც ეგ არა აქვს იმის დედავატირე ყველა ეგ ნებისმიერ ყველა იმ ადამიანს ვისაც საკუთარ ქვეყანაში თავისიანი არ უნდა ყველას იაპონელს რომელსაც არ უნდა რომ იაპონიაში იაპონიელმა იცხოვროს იმის დედაცვატირე სომეხს რომელსაც არ უნდა რომ სომხეთში სომეხმა იცხოვროს იმის დედაცვატირე და ყველგან მოკლედ თურქმა რომელსაც არ უნდა რომ თავის ქვეყანაში სხვა იცხოვროს და ასე შემდეგ აქ ცოტა რა მომეჩვენა იცი ჯერთი იმედი ცოტა უბრუნდება თავის ძველ ლიბერალურ სტილს ხო ეხლა რამდენი უკანასკნელი 3 წელია როგორ მარწუხებშია ეხლა რაღაცა ვითომ კონსერვატიული რაღაც დღის წესრიგის პროპაგანდა უნდა ეწარმოებინათ და აი როგორი არაავთენტური როგორი არაორგანული იყო მათთვის ეს და ეხლა როგორც იქნა პატარა ფანჯარა გამოიღო მაგრამ იმედი აქვს რომ კედელი ჩამოინგრევა და დაუბრუნდებიან იმ ძველ ამპლუას, როდესაც იმედი იყო ლიბერალიზმის, მულტიკულტურალიზმის, LGBT პროპაგანდის მთავარი ლოკომოტივი და უბრალოდ ამ ვაჟბატონის შემთხვევაში პირველად ხედავ საერთოდ ამ კაცს, არ ვიცი ვინ არის. მაგრამ ცოტა როგორი მომეჩვენა, იცი? მგონი ეს გადაცემა როდის გავიდა? დღეს დიდასულობია. წუხელ უეჭველი, წუხელ იმედის მეპატრონემ, არ ვიცი, მეპატრონემ რა, ვინც სარედაქციო, ან შეიძლება მეპატრონეს დონეზე შეწუხდნენ თვითონ იმ რუხაძე არ არის, გვარად რუხაძეს უთხრეს, რომ ბიჭო, რამე გააკეთეთ, არის არაბული ინვესტიცია, არაბები უნდა ჩამოვასახლოთ და მილიარდები უნდა ვიშოვოთ და ეს ხალხი გვიჯანყდება. რამე კრიზის მენეჯმენტი გააკეთე, რამე კონტრარგუმენტები მოიფიქრეთ, პროპაგანდა ამოქოქეთ რა, გვერევიან, ეხლა ბევრი ხალხი უსმენს, თან ისეთი თემაა, ჩვენი მომხრეების უმრავლესობაც ამ აზრზეა, კაცო, ყველა ამ აზრზეა. საერთოდ არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური შეხედულება, რომელიც ამ საკითხზე არ გეთანხმება. ძალიან მცირე გიჟი ლიბერალების და ფულზე გაყიდული კონკრეტული ჩინოვნიკების გარდა. ყველ დარწმუნებული ვარ, ოცნების 95% იქნება წინააღმდეგი, მე გულისხმობ მხარდამჭერებს. რომ ამორჩევლის 95% იქნება ამ იმის წინააღმდეგი, რომ არაბებმა აქ ბინები იყიდონ და ჩაგვისახდნენ. ხო და რამე კრიზის მენეჯმენტი მოიფიქრე და აი რაღაცა დილით ეს კაცი, არ ვიცი, გამოჩეკეს და მე მგონი არც კითხულობს სუფლიორზე, მე მგონი ტექსტის დაწერაც ვერ მოახერხეს და უბრალოდ რაღაცას ბლუყუნებს, რომ ისინი ნაცისტები, რა შუაშია ნაცისტი, კაცო რა. აგერ ირაკლიმ შენივრად ახსნა რა არის ნაციზმი. ნაციზმი არის შენი ეროვნული იდენტობის მიმართ რო გაქვს არაადეკვატური წარმოდგენა, იმდენად არაადეკვატური რომ თვლი რომ დედამიწაზე მარტო შენ უნდა იცხოვრო, ან სხვების დეჰუმანიზაცია და სხვები ვაფშე ბოდიში, სხვები საერთოდ ადამიანები არ არიან, უნტერმენშები არიან. და იმათი, რა ვიცი, ყველაფერი დაიპყრო და დაიმონდა. იმათ მიმართ ყველაფერი მოსვა და აუცილებლად იმის ტერიტორიად შენ გჭირდება. რომ შენი ერი და შენი სახელმწიფო სიდია, ეგ არის ნაციზმი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, კაცო. ხო და უყურე, ეს არის ლიბერასტობის, აი დასავლეთში წარმოებული ლიბერასტობის, რომელიც ჩვენთანაც ოცნებაში და იმედზეც კარგად იყო ფესვებ გადგმული, ეგ არგუმენტი, სხვათა შორის, აი
დასავლეთში ხო ხა ვინც აქტიურად ვადენ თვალს, ხო იქაურ პოლემიკებს, იქაც ხო ეგ არგუმენტებია, ხო, აი რაღაც მე არ მინდა რომ რა ვიცი ინგლისელი იყოს უმცირესობა, შენ რასისტი ხარ. უბრალოდ იქ სიტყვა ნაცისტ ნაკლებად ხმარობენ. შენ რასისტი ხარ. არა კონტექსტი იგივეა. აი მე არ მინდა იცი რომ აი რაღაც შავკანიანები სულ არიან შეერთებული შტატების 13%, თლიანი მოსახლეობის 13%, მაგრამ მკვლელობების 70% შავკანიანები აკეთებენ. ანუ სულ არიან 13%, მაგრამ მკვლელობების 70% მოსდის აფროამერიკელებზე. და ამ ფაქტს რო ახსენებენ იქაური სპიკერები და ისინი, პოლიტიკური ფიგურები, ბლოგერები, რასისტი, ანუ რომ სტატისტიკურ მაჩვენებელზე რო არ აქვს პასუხი, ლიბერალი რას იყენებს? იყენებს იარლიყებს. შენ ხარ აი ან ტრამპს რო აბრალებდნენ, ტრამპი ამბობდა რომ აი ეს რაღაცა, ეს არის რუსული ის კრემლის ტრამპის მიგრაციაზე სხვათა შორის თავარი თემა რის გამოც ტრამპმა გაიმართა, რა თქმა უნდა. იყო არაბული ქალაქები არ სუპირველი ლოზუნგი იყო ამერიკის საზღვარზე კედელს ავაშენი. ანუ შენ წარმოგიდგენი, ეხლა ტრამპთან ვინმე რომ მივიდეს, აი არაბი რომ მივიდეს ტრამპთან და უთხრას ჯიგარ, მე ეხლა აქ 10 მილიარდ ჩაგიდებ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ძალიან უყვარს ფული. კი. არა მარტო პირადი მოხმარების კუთხით, ისედაც ბიზნესმენია და აი ეგ მუღამი აქვს, რომ მოდი ახლა შენ მილიარდი მე ევას ბიზნესში ვერ აჯობებ მე ხო ბიზნესმენი. ტრამპს რომ ვიღაცა შეიხმა უთხრას მე ისეთ ბიზნეს აქ გაგიკეთებ, რომ აქ არაბებს ჩაგისახლებ, გეუბნები შეიძლება ტრამპმა მოაკლევინოს. აი არავითარ შეფერილ. ვერც კი გაბედავენ. მაგას ზუსტად მაგას ვამბობდი მე რომ დასავლეთში ეგეთი რაღაცა, რასაც საქართველოს დასავლეთშიც კი არ ხდება. დასავლეთში ეგ პრობლემები ხდება ნელი ტემპებით ჩვენთან შედარებითაც. ანუ ჩვენ დასავლეთს უსწრებთ. მაგ პრობლემის კუთხით, რომ აქ ქალაქებს ვაშენებინებთ, ხალხო, რა ვიცი, ხა ეგ მართლა იდიოტობის ანუ წარმოუდგენელი მასშტაბი. აი ოცნება უბრალოდ რა ლეველზე ავიდა ლიბერასტობის და ანტიეროვნული პოზიციის. უბრალოდ რა სამობს ეს წამყვანი. აი ნაციონალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს საკუთარი ერის მნიშვნელობის, განსაკუთრებული მნიშვნელობის განცდას. ნაციზმი არის ნაციონალიზმის უკიდურესად რადიკალური ფორმა, სადაც საკუთარი ერის მნიშვნელობის იმდენად აღმატებული ხარისხი გულისხმობა, რომ სხვა ერები არ არიან თლად ადამიანები ამერიკის. უფრო დაბალი ხარისხის ადამიანები არიან და აქედან გამომდინარე ნაციზმის პირობებში ამ ერის მნიშვნელობა და ინტერესები იმდენად აღმატებულია, რომ სხვა ერებს რასაც გინდა იმას უზრუნველყოფენ, ანუ სხვა ერებს მორალურად შეგიძლია არ მოექცე, მორალი სხვა ერებზე არ ვრცელდება. ეგ არის ნაციზმი. და არსებობს კიდე ნაციზმის უკიდურესი ფორმა რაღაცა, ეგ არის აი რაღაც როგორი რაღაცა, იცი, აი იქაც რომ გიჟია. ისმის და ანუ ნაციზმად რა გამოაცხადა, იცი? აი რა ვიცი ხა ერთი პატარა საქართველო მაქვს. იქაც გადაშენების გზაზე ისიც ცოტავდებით და ეს პატარა საქართველოში რა ვიცი ქართველებისთვის რაღაცა პატარა ადგილი ჩვენთვის დავიტოვოთ, აქ მაინც ნუ ჩავასახლეთ. ამას აცხადებს ნაციონალიზმად კი არა. ნაციზმად კი არა. ნაციზმის უკიდურეს ფორმად აცხადებს რას, იცი? რა ვიცი ბიჭებო, ერთი პატარა ორი გოჯა დაგვრჩენია. იქ ერთი ტერიტორია ჩამოგლეჯილი გვაქვს, იმას ვერ ვიბრუნებთ. მეორე ტერიტორია ჩამოგლეჯილი გვაქვს. ხალხი ქვეყნიდან მიდის. ჩვენი ადგილი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში და რაღაცა მიწას მოუფრთხილდეთ, აქ მაინც ნუ ჩავასახლებთ. ისეთ ხალხებს მაინც ნუ ჩავასახლებთ, რომლებიც გამრავლები ჩვენზე სწრაფად მრავლდებიან, ფული ჩვენზე მეტი აქვთ, აქ რო დასახლდებიან, გადაგვივლიან თავზე. მოდი რაღაცა მივხედოთ ჩვენზე. ამის თქმა ცხადება ნაციზმის უკიდურეს ფორმად, ეგ რას ნიშნავს? ეგ არ არის უწყინარი ნათქვამი, ეგ მნიშვნელოვანია.
რაღაცას რო აცხადებენ ნაციზმის უკიდურეს ფორმად, ეგ არის წინა პირობა იმისთვის, რომ ასეთ პოზიციაზე მათ შორის სამართლებრივი შეტევა იყოს საბოლოო ჯამში შესაძლებელი. ასეთი პოზიცია გარიყვადი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკიდან დისკუსიის დონეზე, მსჯელობის დონეზე, არამედ რაღაცა რო ცხადება ნაციზმად, ნაციზმის უკიდურეს ფორმად, ეგ კანონით არის აკრძალვადი, კაცო. და საბოლოო ჯამში გეგმა თუ ამ გზით მიდიან არის რომ დაგარქმევენ ნაცისტს შენ იმის გამო რომ შენ უბრალოდ ცდილობ რომ აქ სხვა ქვეყნებიდან მასიური მიგრაცია შეაკავებინო დაგარქმევენ ნაცისტს გამოგაცხადებენ ნაცისტურ პარტიად შეიტანენ საკონსტიტუციაში რაც ითვალისწინებს მართლა მე ხო ნაციზმის უკიდურეს ფორმას თუ გადაგებ შენი პარტია მაგაზე არ გძალავ ხო და საბოლოო ჯამში შეიძლება დაგაპატიმრონ და მასე გარიყონ ლეგალური ველიდან კარგი არ მოგწონს კარგი აი დაუშვათ არეთანხმები დაუშვათ მომგებიანად მიგაჩნია ეს ინვესტიცია მაგრამ მაგას რატო კადრულობ ნაციზმის უკიდურესი ფორმა ხო ნამდვილად არ არის ეს უბრალოდ თქვით რომ აი რა ვიცი არ მინდა ამ ქვეყანაში დაუშვათ აი ინდური ქალაქები. კი, აი თან როგორ არის? აფრიკული ქალაქები არ მინდა. რაც არის თან როგორ არის? აი ძალიან. რატო მიწყდა? მარტივ რაღაცას ვი. მაგ ხრიქს რატო იყ? იმ ხალხის მიმართ არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე საერთოდ რა მგონია, იცი, აი მაგალითად ის არაბი ინვესტორი ამ წამყვანზე უფრო სერიოზული კაცი მგონია. ანუ ის კი არა რომ რაღაცა ნაციზმის უკიდურესი ფორმით კი არ უყურებ. საერთოდ იმ ხალხთან არაფერი პრობლემა არ მაქვს. მე სინამდვილეში იმის მიუხედავად რომ იმ ხალხთან პრობლემა არ მაქვს, მაინც არ მინდა. აი არსებობს ეგეთი რაღაცაც არსებობს, რომ აი შეიძლება რომელიღაცა ქვეყანა პირიქით მომწონს. აი რომელიღაცა ქვეყანა შეიძლება პირიქით მომწონს, არც ისინი არ მინდა. აი ეს ძნელად გასაგებია, კაცო. აი რომელი ქვეყანაც საქართველოს მერე ვიწყოდი რომ აი ის კარგი ქვეყანა არც იქიდან არ მინდა. საერთოდ ეგ რა შუა, აი რა სისტერეა ეგ. რომ შენ ქვეყანაში შენი კულტურის შენი თვითყობადობის, შენი დემოგრაფიის შენარჩუნება რო გინდა, მაგას რო ვიღაცა ნაციზმის უკიდურეს ფორმად ასაღებს, ეგ არის ძალიან მოღალატეობრივი და ძალიან მავნებლური პოზიცია. ეგ არის სინამდვილეში ძალიან უკიდურესად მავნებლური ის აქვს განზრახული, რაც ხედავთ, რაც აქვს განზრახული და იმისთვის რომ მაგის ოპონირება გართულდეს მაგას იარლიყებს აკერებენ ასეთი ტიპის ხო და ეგ მაგიტოა საინტერესო რომ ეს კარგად გავიაზროთ იმედის ანუ ოცნების პარტიული ტელევიზია რა პროპაგანდაზეა გადასული